გამარჯობათ. ესე იგი, რამდენიც არ უნდა აკეთოთ იოგა, იწედებოდეთ და ასე შემდეგ. ზურგის კუნთების გასამაგრებლად და თუ გაქვთ პრობლემები წელში, პროტრუზიები, თიაქრები, დისკოზები და ასე შემდეგ, თქვენ გჭირდებათ სავარჯიშოები, უშუალოდ რო იმუშაოთ კუნთების გამაგრებაზე, რომელიც გაამაგრებს იმ კუნთებს, რომელიც თქვენ წელს გაამაგრებს, ამ ტკივილებში წაგეხმარებათ, რომ არ გტკიოდეთ და ასე შემდეგ, მოკლედ, ბევრს არ ვილაპარაკებ ამჯერად და უბრალოდ გაჩვენებთ. ერთ-ერთი ძალიან მაგარი სავარჯიშო არის, თითქოს ძალიან მარტივი არის, წვევით გვერდზე, ფეხები ოდნავ მოღუნული, თავი დავდეთ ხელზე და იდაყვი და მუხლი ერთ სიმაღლეზე და ვიწყებთ, ჯერ არის ოდნავ გაშლილი ფეხი, ოღონდ მთლიანად გაშლილი არა და ვიწყებთ მოძრაობას, თითქოს მუხლი და იდაყვი არის ერთმანეთზე მობმული. ოდნავ ავწიეთ ნელა ზევით და ვაგრძელებთ მუშაობას. 2 ისუნთქეთ 3 4 5 შემდეგ ცოტა მოაახლოვეთ იდაყვი და მუხლი და ვაგრძელებთ იგივეს. 1 2 3 4 5 და შემდეგ სულ შევწიეთ პირდაპირ იმდენად, რამდენადაც შეგიძლიათ, რომ ახლოს იყოს მუხლი და იდაყვი და აქ 1 2 3 4 5 შემდეგ ვცვლით გვერდს. ანუ ეს სავარჯიშო ძალიან კარგად ამაგრებს თქვენს კორპუსს, ბარძაკს, ამუშავებს თქვენს მენჯ ბარძაკს. 1 სუნთქავთ მშვიდად. 2 3 4 5 ახლოს, ოდნავ ახლოს, ძალიან ახლოს არა. 1 2 3 4 5 სულ ახლოს. 1 2 3 4 5 ეს უმეტესწილად კორპუსის გასამაგრებლად და სხვადასხვა მენჯის კუნთების გასამაგრებლად, რომელიც გაგიმაგრებთ ზურგს წელს. შემდეგ არის კიდევ ერთი იგივე მდგომარეობიდან, როდესაც გააკეთებთ 5 ამოსვლა-ჩამოსვლას. 1 2 3 4 5 შემდეგ გააჩრეთ აქ და გავშალეთ ფეხი და ხელი უკან. 1
აი, კარგად რო ხედავდეთ ჩემს ფეხს, შეაერთეთ. 2 3 4 5 და მოდით უკანა მხრიდან გაჩვენეთ. ნუ კარგად ჩანო. 1 2 3 4 5 1 2 3 4 5 და შეგიძლიათ გაიმეოროთ ეს რამდენიმე ჯერ. ახლა დაგემშვიდობებით. ეს არის ძალიან კარგი, მარტივი, შეძლებს დაგვარად მარტივი და აუცილებელი საბარჯიშოები თქვენი ზურგისთვის, ბარძაყებისთვის. ხო, ირანი? გამარჯობა უთხარი ყველას. დაუქნიე ხელი. რა მოგხდა? კარგად, უთხარი კარგად. პაკა.